სოფელ ართანაში მოსახლეობამ გლებისგან დაცვას ითხოვს. ბოლო შემთხვევა გამთენისას დაფიქსირდა მგელი თავს დაესხა მაისურაძეების კურდნილ ცხვრის პარას. ესწელავის მუნიციპალიტეტში პირველი შემთხვევა არ არის. მოსახლეობა მოსაუდნელ საფრთხეზე საუბრობს და სამონადირეო ჯგუფების უმოქმედობაზე აკეთებს აქცენტს. რა პასუხი აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს და რა რეკომენდაციებით მიმართავენ მოსახლეობას? გურამ როგავა განაგრძობს თემას. რამდენია ვერ ვიცი. ეს პირველი კი არა, გუშინ სამი დღის წინაც წაიღო. სოფელ ართანას მოსახლეობისთვის ეს პირველი დანაკარგი არ არის. მსგავსი სურათი აქ ბოლო წლებია სისტემატიურად მეორდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ყოველი დაღამება მგლების გამოჩენას მოასწავებს. ისე გავიზარდე, რომ ტურის ყვილი არ გაბიგა და შემინდებული არის, როგორ შემოდიან, ეზოებში შემოდიან. ადრე კომუნისტები დროს მაგათ გააკეთეს კარგი ის, რომ ნაძვის რომ მოკლავდნენ, ჯილდოს იძლეოდნენ. ეხლა თობს გვართვევენ, პატრონები არა გვაქვს, ძვირიღი წამალსაფანტი რაღაცა და გამრავლდა ნადილი. მოსახლეობის თქმით, მათ მგლის მოკლა მაღალი ჯარიმის გამო არ შეუძლიათ. ადგილობრივები თავის დასაცავად სოფელში სამონადირეო ჯგუფების შექმნას ითხოვენ. აპრილის თვეში შემიჭამა ერთ სულცხვარი. იმის შემდეგ აღარაფერი აღარ იყო, რა ვიცი რა. აი ეხლა 3-4 დღის წინ ექვე გაიტანა კიდე ერთ სალი. მე ძაღლებს უბრალებდი, მაგრამ ძაღლები გუშინ დილას გამოლეკიდა და 4 ხელი აგ დილას დამკვდრები იყვნენ და ყელგამოჭრილები იყვნენ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ბავშვები არიან. მშობლები მათ შებინდებისთანავე ეზოში თამაშს უკრძალავენ. ჩვენ სუბანში ძალიან ბევრი ბავშვები არიან. გლები ისეთი დიდი რაოდენობით არიან უკვე ჩამოსულები ტყიდან სოფელში, რომ ბავშვების გაშვება ჩვენ გვეშინია. თუ ჩვენ არ გავყევით მარტო ბავშვებს ვერ უშვებთ ქუჩაში. ტყეში ბუნებრივი საკვები რაც მგელს აქვს, ის არ არის და მოდის როგორც ნაგავსაყრელებთან, ასე სხვა იმასა. რამოდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, აგრეთვე გაველურებული ძაღლი, რომელიც ფიზიკურად გლისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. მგლების შემოსევის გახშირებულ ფაქტებს გარემოს დაცვის სამინისტროში ასახსნიან. მათი ინფორმაციით, მგლის მოკლა თავდასხმის შემთხვევაში ჯარიმას არ ითვალისწინებს. სამინისტრო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. როგორც კი შეამჩნევენ ცხოველის თავდასხმის ფაქტებს, შეატყობინონ ადგილობრივ გამგეობას და შემდეგ ჩვენ ადგილობრივ გამგეობასთან ერთად შესაბამის ზომებს და ხელშეკრულებას გავაკეთებთ. გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ვითარების შესასწავლად უახლოეს მომავალში თელავის სოფელ ართანაში ჩასვლას გეგმავენ. პრობლემის მოგვარების გზებზე სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმსჯელებენ.